სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ. მათ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. როგორც საზეიმო ღონისძიებაზე აღინიშნა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ მისიას ასრულებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში. ღონისძიების ბოლოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მინდა სრულიად საქართველოს მასშტაბით ყველა სტუდენტს, მათ შორის აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს მიულოცოს სასწავლო წლის დაწყება. სწორედაც რომ განათლებული ახალგაზრდობა იქნება ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარების საფუძველი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო თავისი 94 სასწავლო წელი. ჩვენ ვუახლოვდებით დასწლოვან იუბილეს. დიდი მადლობა მინდა გამოუცხადო საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის მთავრობას, აფხაზეთის უზენაეს საბჭოს და საქართველოს პარლამენტს, რომელიც მუდმივად მხარს გვიჭერს უნივერსიტეტს ყავს არაჩვეულებრივი ტრადიციული პროგრამების წარმომადგენელი აკადემიური პერსონალი, ვისი იმედიც აქვს ამ უნივერსიტეტს და ვისი ხრებითაც მოვიდა ის აქამდე. ძალიან ბედნიერი, მოწადინებული, იმედებით სავსე ვარ. ჩემთვის ეს უკვე მესამე წელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველ რიგში მინდა წარმატებები ვუსურვო პირველ კურსელებს და შემდგომ ყველა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ზოგადად სტუდენტებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ძალიან ბევრი და კარგი ემოცია მაქვს. დიდი მოლოდინებით ვარ ამ უნივერსიტეტისგან. მგონია რომ საუკეთესო წლები მელოდება წინ.